მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთეთ ასეთი გაშლა, გაგიშვა თუ ისე ფიქრობს შენზე. ნახოთ. так, უკვე მივარდება და რომ ნახოთ, ახლა ძალიან ჩქარობს რაღაც თქმას, ხო? ნახოთ და ესე იგი თქვენ კი მეუბნებით რომ არა ის რაღაცებს მატყუებს, ხო? ნახოთ, ეხლა გაგიშვათ თუ ისევ თქვენზე ფიქრობს, კითხვები მომაზადებული მაქვს, ეხლავე გავაკეთოთ. ესე იგი, ნახოთ პირველი. ანუ სინამდვილეში ამ მომენტში რას გრძნობს ის შენს მიმართ, ხო? ფიქრები შენზე, ნახოთ. რას ფიქრობს შენზე, გაგიშვა თუ არა ეგ ნამდვილად. და ნახოთ ეხლა კიდე შენში კიდე რა იზიდავს დღემდე, ესეც ნახოთ და მისი აი როგორი ნაბიჯი უნდა რომ გააკეთოს, მაგრამ ვერ აკეთებს რა, ასე ვკითხოთ და მისი ქმედება უახლოს მომავალში. აჰა. Ну, პრინციპში მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი, აი რაც არ უნდა იყოს, ეს ადამიანი აქ არის ძალიან თქვენზე მიჯაჭვული, ძალიან. უბრალოდ ეხლა ეს ადამიანი თვითონაც თავის თავშება არ უტყდება, მაგრამ აქ რაღაც ახალი ფიქრები კი ებადება უკვე. Ну, კაი, ნახოთ ეხლა ჩვენ. ანუ მისი ნამდვილი გრძნობა ამ მომენტში თქვენს მიმართ. ნამდვილი გრძნობა ის არის დავკარგე, იმიტომ რომ აქ არის ესეთი თასების ოთხიანი, როცა პრინციპში როგორ არის, იცით, რომ აი ყველაფერი მქონა, ყველანაირად კარგად ვიყავი, აბსოლუტურად აი მშვენივრად, ხო? და რა მინდოდა ბოდიში და წვენებში, ხო? რა მინდოდა? ყველაფერი ხო იყო ნორმალურად, ხო? ვუყვარდე, კარგად ვგრძნობდით თავს, ერთად კაი დროს ვატარებდით, მეტი რაღა მინდოდა. და აი ახლა სინამდვილეში ეს სინანულს გრძნობს, შემიძლია გითხრათ, ძალიან დიდ სინანულს გრძნობს ეს ადამიანი, რომ ეხლა აი ეგეთი სიტუაცია არის, რომ არაფერი თქვენ ძალიან ენატრებით, ძალიან ნერვიულობს. ეს 1000%-იანი შემიძლია გითხრათ, აი ესეთი და გრძნობა არის ის, რომ აი როგორ დავიბრუნო. აი ესეც იქნება ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ აქ ადამიანს მართლა ყველაფერი ჰქონდათ, კი თუ რამე უნდა ამ ურთიერთობაში რა. ნახოთ ეხლა რამდენად ხშირად ფიქრობს შენზე, რამდენად აი სულ ფიქრობს შენზე რა, სულ. აქ არის იმენა რომ სულ ფიქრობს შენზე რა. იმიტომ რომ აი რითიც არ უნდა იყოს დაკავებული, რაც არ უნდა აკეთებდეს, მით უფრო საღამოს საათებში, უფრო იმას აი უბრუნდება ამ თავის ფიქრებს, იმიტომ რომ ნუ ეს საერთოდ უფრო მწვავე დროც არის საღამოს საათები, ხო, როცა ჩვენ ახლა უფრო უკვე ყველანაირი საქმეების დავამთავრეთ, მაგრამ ამას ახლა მანქანაში შეიძლება ზის, ხო? შეიძლება თქვათ მიდის სადმე, არა აქვს მნიშვნელობა, აქ ადამიანი სულ ფიქრობს თქვენზე. ხო. სულ ფიქრობს თქვენზე რა. იმიტომ რომ даже ვეთყოდი რომ ზოგს ახლა აქ ის ფიქრებიც რომ ანუ რა, ну, დაბრუნების, ხო, მაგრამ აი სულ რაც არ უნდა აკეთებდეს, სულ თითქოს აი აუცილებლად ეს ფიქრები თქვენზე ტრიალებს თავში სულ. სულ აი ეგ არის ზუსტად რომ თითქოს როგორი ინფორმაცია იცით რომ აი მაბრუნებენ ისევ მაგ ფიქრებში რა. ესეთი მომენტი აქვს ამას. ნუ პრინციპში აქ პირველი კარტიც იგივეს მეუბნებოდა რა. ნახოთ ეხლა ჩვენ მართლა გაგიშვა თუ მხოლოდ თავს ახლა ირწმუნებს იმაში რომ ყველაფერი დამთავრდა. არა, არანაირად არ გაგიშვა, თქვენ აქ ძალიან უყვარხართ ამ ადამიანს, იმიტომ რომ ეგრევე თასების დედოფალი გამოვიდა არავითარ შემთხვევაში და даже მეც გეტყვით რომ შეიძლება ეს ადამიანი იმასაც ფიქრობს, რომ თქვენ ელოდებით მას. აი დარწმუნებული არის რა იმაში, რომ თქვენც შეიძლება ელოდებით მას. აი დაუშვოთ ახლა თქვენ რო გითხრათ რამეს ახლა მოქმედებთ და რამეს არა, მაგრამ აი თქვენში იცით როგორ დარწმუნებული არის ეს ადამიანი სხვათა შორის და ამიტომ გაგიშვა კი არა, რას ქვია, ვერანაირად ვერ გაგიშვათ. ვერანაირად ვერ გაგიშვათ რა. და ნახოთ ახლა, ანუ რა აკავშირებს შენთან დღემდე. რა დრო
თქვენ ძალიან ეთყობა აქ დიდი ხანი გქონდათ რაღაცა გატარებული დრო. შეიძლება აი დაუშვათ ახლა ეს ადამიანი ამდენი ხანი არავისთან არ ყოფილა ურთიერთობაში და აი აქ მაჩვენებს რომ დიდი ხანი გვაქვს, ბევრი დრო გვაქვს გატარებული, ბევრი რამ შეიძლება კიდევაც ისწავლა და პლუს კიდე ნახათ რა თქვენი ეს პენტაკლები არის ანუ ახლა ქართულად გამახსენდეს სიტყვა მუდმივობა რა რო იტყვიან რომ თქვენ ახლა არ ხართ ისეთი ადამიანი რომ თქვენ ხართ აი რაღაცნაირად აი უღალატო რა შეიძლება თქვა და მაგრამ აი ეს კიდე რომ აქ რაღაცა ძალიან დიდი ხანი იყო შეიძლება ეს იყო პირველი შემთხვევა მაგის ცხოვრებაში შეიძლება გქონდა ბევრი სხვა და სხვა ურთიერთობები მაგრამ აი ასეთი ურთიერთობა როგორიც თქვენთან გქონდა არავისთან არ გქონდა ან ამდენი ხანი არავისთან არ ყოფილა ეს ადამიანი და პლუს კიდე აი თქვენი ასეთი ერთგულება ხო თქვენი ასეთი აქ ძალიან ესეთი არკანები რო რა გითხრათ რა თან ახლა ამ ორაკულში ის კარგად არის გამოხატული რომ ანუ იცის რომ თქვენ მაინც გიყვართ აი ეს მომენტი აქ ამას რა. ნუ ვნახოთ ახლა შეიძლება რანა ბიჯი უნდა რომ გააკეთოს, მაგრამ ვერ აკეთებს რა. რანა ბიჯი უნდა გააკეთოს და მაგას უნდა თქვენთან ბედნიერება ახლა აქ ნახეთ ახლა მზის არკანია, ამას უნდა რომ თქვა დაგელაპარაკოს, მოგწეროს, გამოჩდეს, გამოჩენა რა თქმა უნდა მზე. აი შეიძლება ეს იმპულსი მასში მუშაობს, აი მინდა რაღაც, მაგრამ ვერ აკეთებ. რატო ვერ აკეთებ? აბა მოდით ვნახოთ ჩვენ. ფიქრობს რაღაცას ელოდება, რას ელოდები. არის ვიცი რას ველოდები, მე თვითონაც არ ვიცი რას ველოდები, ვფიქრობ რა გავაკეთო. ეს აქ დაჟე არ გამიკვირდება რა, შეიძლება ეს ადამიანი თქვათ, ახლა უცბად რაღაცა აიმთება მასში და ფიქრობს რომ აი მოდი ახლა მივწერო მაგას, ხო? მაგრამ ისევ მე დაფიქრავი რა მივწერო. რა უთხრა მე მაგას ახლა, ხო? წერს შლის, რატომ ასე? რატომ ასე ხდება? ნუ იმიტომ რომ აქ პირველ რიგში ნახეთ, აქ შეიძლება ზოგთან არის ძალიან დიდი ხანი უკვე პაუზა. ან შეიძლება ზოგისთვის იქნება ინფორმაცია, რომ თქვენი ურთიერთობა დიდი ხანია დამთავრდა და ეხლა ფიქრობს, რომ აი რა ვიცი რა, სულელევით არ გამოუჩნდა რა, ეხლა რა უთხრა. ნუ საერთოდ ეს ასე მუშაობს, როცა დაუშვათ ეხლა მამაკაცებს ახასიათებს ეგეთი რამე, თუ დაუშვათ ეხლა ნუ არ მოგწერა კაი ხანი, მე რაღა უთხრა, რაღა მივწერო, აი იმას კი არ ფიქრობს, რომ შეიძლება აქ კი ფიქრობს, რომ თქვენ ველოდებით, მაგრამ ნუ ზოგი ფიქრობს, რომ არ მელოდება. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ უკვე დიდი ხანი გავიდა და ამიტომ შეიძლება მას უკვე არ იცის რა გითხრას, აი ეს აქ მაგას რა უთხრა. აი ეგ არის რა. ნუ ვნახოთ ახლა უახლოს მომავალში თუ რამე ნაბიჯს გააკეთებს, გადადგმავს ეს ადამიანი. ნუ პრინციპში შემიძლია ამ არკანით თქვა რომ კი. იმოქმედებს რას იზავ? აქ როგორი მომენტი არის, იცით, აქ რაღაცა შეიცვლება მის თავში, აი ასე ვეთყოდი მე. აქ იცით როგორ არის? აქ თვითბედი ჩაერთობა და ყველანაირად იცით როგორ იქნება? აი მოდი გავაკეთო და ვნახოთ, რაც იქნება რა. ახლა თუ მიმიღებს, ხო მიმიღებს, თუ არა და რა გავაკეთო რა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ყველა ვარიანტში მცდელობა იქნება თან 1000%-იანი მცდელობა იქნება, რომ გაბედავს. მოდი გავბედო და მოდი გავაკეთო ეს რა. მოდი მივწერო, ან მოდი ახლა თან რა არის, იცით, აი გვეცნობიათ მაგას თითქოს როგორი კიდე რა მომენტი აქვს, მაგრამ იცით რომ თქვენ მას ელოდებით და იცით რომ თქვენ პრინციპში სადღაც გულის სიღრმეში, რომ თქვენ მას ახლა მისკენ ნაბიჯსაც გადადგავთ რა, თქვენ არ გაიქცევით მაგას კი. ნუ მაგაზე ფიქრობს ყოველ შემთხვევაში და ნამდვილად ახლა, იმიტომ რომ ამ სიყვარულზე, ამ ურთიერთობაზე ძალიან ბევრ დროს ართმევს ეს ფიქრები, გაიგეთ? და სხვათა შორის სულ ფიქრობს რა გავაკეთო და ამას უნდა თქვენთან დაწყება ურთიერთობის, даже მეცაც გეტყოდეთ, რომ აი აქ ვიღაცისთვის იქნება ინფორმაცია, რომ შეიძლება ეს ადამიანი იმასაც ფიქრობს, რომ მე ასეთი სიყვარული ცხოვრებაში არასოდეს აღარ შემხდება. აი ასე მე ხალს ვერასოდეს ვერ ვნახავ და თუ დაუშვოთ მე ახლა არ ვიმოქმედებ, მე დავკარგავ ჩემი სიჩუმით, მე დავკარგავ ისეთ ხალს, ვისაც მე შემეძლო რომ თქვა აი სიბერისაც შეხვდებოდი რა. აი აქ ეგეთი ინფორმაცია მოდის
კი და აი ძალიან გულს ტკენს მაგას და ამიტომაც როცა თქვენ ხედავს სადმე არ აქვს მნიშვნელობა ეს ინტერნეტი იქნება თუ შორიდან გათვალიერებს ხო აი ამაზე გული კვდება რაზე რა კვდება აი ნამდვილად კვდება რომ აი შეიძლება ეს ჩემი ვარსკვლავი თქვა ვიღაცას შეხვდეს ნუ ვიღაცასთან იყოს და არა ჩემთან და ეს არის მაგისთვის ხო საერთოდ ძალიან მტკივნეული რა იმიტომ რომ ხო შეიძლება მე თუ დავკარგე მე თუ არ გამოუჩდი ანუ ესე იგი ვიღაცა ახალი გამოჩნდება და ის იმ ვიღაცასთან მერე იქნება ეს ბედნიერი, ხო? და მას ახლა ნამდვილად არ უნდა ეგეთი რაღაცა, მას უნდა თვითონ სულ მაგაზე ეს და შეიძლება ზოგჯერ ფიქრობს იმაზე, აი ღამე რომ და აი აქაც გვაჩვენეს მეორედ მაჩვენებენ რომ შეიძლება ღამე ფიქრობს იმაზე რომ აი რა კარგად იქნებოდა თქვა ჩვენი ისე აქტუალურია თქვა აი ოჯახი, შვილი უნდა თქვენთან ყველანაირად ბედნიერება, იმიტომ რომ ნუ კი, ნუ აქ არის როგორ არის, იცით, თქვენ გვეცნობიერად ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ პრინციპში ხა თქვენ ხართ მისთვის ყველაფერი რა არის, იცით, აქ როგორი სიტუაცია. ცოტა ღრმად არ წავალ ახლა, მაგრამ აქ თუნდაც ხა შეიძლება ზოგისთვის აი უცნაური მოგეჩვენებათ, მაგრამ შეიძლება თქვენი ქმარიც იყოს. და მაგრამ ურთიერთობა გაქვთ რაღაცნაირად აი უცნაური, მაგრამ ვერ მიდის ეს ადამიანი თქვენგან თუ იყო რაღაცა მესამე ფაქტორები რომ რაღაცები ყოველას თავისი სიტუაცია იცოდეთ რომ ეს ადამიანი აი თითქოს ვგრძნობ რომ აი ეს არის ჩემი ქალი მე ვგრძნობ რომ ეს აი იზიდავთ ძალიან მუდმივად, გაიგეთ რა ხდება. ნუ ზოგისთვის იყო ეს ქმარი შეიძლება არა თუ შეიძლება თქვა მნიშვნელოვანი კაცი თქვენთვის, მაგრამ ეს რას ფიქრობს რომ ანუ ინტუიციით გრძნობს რომ მე უნდა დავრჩე ამ ქალთან. იმიტომ რომ ეს ქალი მიზიდავს. და ანუ უბრალოდ ახლა შეიძლება გადაწყვეტილებას ვერ იღებს, აი თქვა, ნუ ყოველას თავისი თემა, მაგრამ მე აქ გეუბნებით, რომ ეს ადამიანი უფრო და უფრო იმას უფიქრდება, რომ მე ვგრძნობ, რომ აი მასთან უნდა ვიყო. აი ეგეთი რაღაც ინფორმაცია მოდის ჩემთან. კი. და აქ სხვადასხვის ნამდვილად უნდა რომ გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან რა მდგომარეობაში არის შეიძლება მარტო ზის და რაღაცა და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის რომ ეს ურთიერთობა აი ეს თქვენი დუმილი ეს თქვენი სიჩუმე ეს ყველაფერი დასრულდეს და ნამდვილად ну ინტერესია ხოს რომ თავს ვატყუებში მეგობრებთან დროს ატარებს ну რასაც არ უნდა აკეთებდეს სადაც არ უნდა იყოს ვისთანაც არ უნდა იყოს ეს ადამიანი ხვდება რომ სულ შენ მელანდები სულ შენ მელანდები რა და ამიტომ უკვე ეგეთი დასკვნას ნამდვილად აკეთებს და ამიტომ ახლა ნამდვილად შემიძლია გითხრათ რომ ეს ადამიანი თქვენზე ახლა ფიქრობთ არანაირი გაშვება აქ არ არის პირიქით даже გეგმებიც აქვს მაგას თქვენზე და თქვენს ურთიერთობაზე